მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Connect-ის პოდკასტს და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ირაკლი შალიკაშვილი. მოგესალმებით. და რა თქმა უნდა, ამ ეპიზოდშიც გვექნება გადამაშება, სადაც ირაკლი დასვავს კითხვას, რომელსაც თქვენ უნდა გასცეთ პასუხი, დაწეროთ კომენტარი და რენდომაიზერით ავარჩევთ გამარჯვებულს, რომელსაც გადავცემთ 50 ლიტრ საწვავს. როდის დასვავს ირაკლი კითხვას, არ ვიცი, შეიძლება შუა გადაცემაში გაგვეჩეროს და დასვას კითხვა, ამიტომ სრულად უნდა უყუროთ. ეხლა დავიწყოთ. ბოლოში დავსვავ, რომ ბოლომდე უყურო. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად. ძალიან მაინტერესებს რა კითხვები გაქვს ჩემთვის. აი მე ეხლა ესე გადავწყვიტე რა ხარ შენ იყავი ჯერ დრიფტში და მე მოხოდი YouTube-ზე. ჯერ დავიწყოთ დრიფტით. მე მაინტერესებს, აი როცა მოხოდი თავიდან დრიფტში. ეგრევე ის იყო რომ ანუ ამას პროფესიონალურად უნდა მიყოლოდი თუ თავიდან გართობა იყო? ხო, ანუ სანამ დრიფტში მოვიძოდი პროფესიონალად, მანამდე ქუჩაში ვერთობოდი ბავშვობიდან, რა თქმა უნდა და დრიფტში რომ გადავწყვიტე თავიდან ბოლომდე მოსვლა, იცით რომ რაღაც მანქანა გუნდი ყველაფერი გავაკეთე და ერთიანად შემოვარდი. გადაწყვეტილი მქონდა რომ გადაწყვეტილი კი არა, მე და ქობლო გადავთხოვე რაზე იცი რომ მე რო დრიფტში მოდიოდი, მაგ წელს ჯერ შეჯიბრი არ იყო ჩატარებული და დრიფტ მასტერსი უნდა ჩამოიტანათ საქართველოს თუ გახსოვს. კი. თავისუფლებას ერაპირებდნენ თავისუფლებას და მე მევლუდი და ტუღუში ვიყავი თუ არ მახსოვს ვინმე და მან დავდიოდით და მან მინდოდა გამოსვლა. არ და ვაფშე ასე არ. თავიდან ამბიციური მიზნები იყო თამაში. ხო, თავიდანვე ისე ვიყავი. მაგრამ კიდე კაი არ ჩატარდა და მე არ გამოვიდა მაგანო დავრჩებოდი წესით. კაი. კიდე რა მინდა იცი, ახლა მაშინ ბარემ მითხარი საქართველოს ჩემპიონატს რამხელა რესურსი ჭირდება. გარდა დროისა თანხარო ბევრი უნდა ვიცით, მაგრამ დაახლოებით მაინც რა მასშტაბზეა საუბარი. და დროის მხრივაც, აი ვარჯიშები, ეგ უფრო მინდა რომ ხაზი გაუსვა. ხო, საქართველოს ჩემპიონატს თანხას თავი რო გავანებოთ, იმიტომ რომ ეგ ინდივიდუალური დამოკიდებული ზოგმა შეიძლება 50,000 დახარჯოს, 100,000, მაგრამ მოგება თუ გინდა 100,000 ნაკლებს ვერ დახარჯო, მეტი უნდა დახარჯო. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის დრო, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ შეჯიბრის წინ ემზადები, ვარჯიშობ, მანქანას აკეთებ ასე. სულ დრიფტზე ხარ გადართული და სულ ფიქრობ რომ ეხლა რა გავაკეთო და შენი ცხოვრების 80% მიდის მან და ძალიან რთულია. მაგრამ რაღაცა ისე ნარკოტიკივით არის და გევასება გინდა რაღაცა, იმიტომ რომ მაქენა სარგებელს ვერავინ ახულობს. ამიტომ ჩათრეული ხარ ბოლომდე. შენ იცი კარგად, კი. სარგებელი არა, უფრო გასავალია. ხო, გასავალი, ხო, თანხას თავი რო გაანებო, იმდენი დრომი აქვს, რომ აი ფიქრობ, რომ ამ დროში დავისვენებდი, იმ ოჯახთან ერთად გავატარებდი, მეგობრებთან ერთად, სამე წავიდოდი, მაგრამ ხო. არ შეგიძლია. კაი, ვინ არის შენი ყველაზე დიდი მეტოქე? აი, ვისაც ფიქრობ, რომ რთულია, ყველაზე რთულია მისი დამარცხება. ანუ ვისაც ფიქრობდი რომ რთული იყო, უკვე დავამარცხე ხეროდინაშვილი 7-1 მაგრამ მეტი რავი რა უნდა გავაკეთო აი ეგ ხარ რთული 7-1 რომ დავამარცხე, რა ვიცი, ეგ ხა აღარ ხო და თან გავუშვი დრიფტიდან და ეხლა ვეუბნები რომ მოდი ახლიდან დავიწყოთ მე და სხვა რა გავაკეთო მითხარი. არა, რთული მეტოქეებზე როგორ არის, ანუ ხეროდინაშვილი თქმა უნდა რთული მეტოქეა, მაგრამ ხეროდინაშვილის გარდა არიან იყო ნოდოკოდუა, მეულუდ მელაძე ანუ ვისანაც და კიდე ბიჭები არიან, ვისანაც რთულია ეს გავალ და მოვიგებ, ეგრე არ არის, მაგრამ რაღაცა პრინციპულის მაინც ხეროდინაშვილთან მქონდა და ანუ კაი ბიფი მქონდა ესე რომ ვთქვათ რა. ხო, თქვენი ამბები კაი იყო, საყურებლადაც კაი იყო, სხვა შორის შეიძლება თქვენი ამბები. ესპანეთის ჩემპიონატზე გითხარი მაშინ. აი რა სირთულეებს გადააწყდი, რა იყო ყველაზე რთული იქ თუნდაც მომზადებისთვის, წასვლის დროს და კიდე რა მინდა იცი, უსამართლობას თუ გადაეყარე. აი ჩვენთან როგორც ხდება ხოლმე საქართველოში რაღაცები იგივე თუ იყო ხოლმე იქაც. ანუ უსამართლობას გადავეყარე, მაგრამ რო ჩამოვედი აქ უარეს გადავეყარე ასე. ხო, აი ესპანეთზე რო ვთქვათ, ესპანეთში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. პირველ რიგში ანუ რო ჩავედით ეს ლოჯისტიკის თემა, მანქანის ჩაყვანა, ამ ხელა გუნდის ჩაყვანა, იქ ბაზა ვიღეთ ბილბაოში, ბილბაოდან მერე იქ საბურავების ბაზაც ალკე ქონდა, იქიდან ვალენსიაში, მადრიდში გადასვლების. ანუ ძალიან რთული იყო, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ეხლა რო ვლაპარაკობთ ხოლმე ხა წელს გვინდა პოლონეთში წასვლა. და აი ისე ადვილად უყურებ ყველაფერს, რაღაცები გავლილი გაქვს, ანუ ეს ვინც უნდა მოგიყვეს, მაინც რთულია რა, აი შენ რო გავლილი გაქვს, აი გინ პირველი ის რომ ფრენა, რო იცი რომ ბილბაოში ბაზას აკეთებ და იქ პირდაპირ ფრენა არ არის და უნდა გაფრინდე თურქეთში და მე იმაში ბილეთი უნდა დაამტყო და დღენახევარი გზაში ხარ, ბილბაოში ძალიან იშვიათია ფრენა. ანუ აი ეგეთი შეცდომებს ითვალისწინებ, ვითომ არაფერი, მაგრამ იმდენ დროს იგებ და რაღაცა რომ
და ესპანეთში უსამართლობასაც შეეხება, თავიდან ბოლომდე უსამართლობა იყო აი ჟიურის თემა. იცი რა მინდა ცოტა ჩვენს გასაგებენაზე ახსნა? რანაირად მოხდა, რომ ტიპმა იარა მარტო მე ვიარე მარტო და გამიშვა სოემტეზე. თუ შენ იარე მარტო? მე ვიარე მარტო და გამიშვა სოემტეზე. ესპანელი არისო ვიღაც? ესპანელი. ანუ იქ როგორ არის? ვიღაცა კიდე ΟМტეზე ხო გაუშვა შენ გარტო. შენ იარე და შენ გაგიშვა ΟМტეზე? მარტო გავედი და გამიშვა სოემტეზე. ანუ მანამდე რა ლოგიკით არის მახსნა რა. აი მაშინ მაგ შეჯიბრის ამბავს მოგიყვები, ეგ შეჯიბრი იყო მადრიდში ვიყავით ჯარმაზე, აი რა ვიცი, ფორმულას ტრეკი არის, სასწაული ტრეკია და ჩვენს მე ერთ კლასში ჩამოვიდა დრიფტ მასტერსი მანდ. ანუ მანდ რო შევედით, ამიდი შეიცვალა, წვიმა იყო და ნუ პირველ საღამოს შემოხდა რომ მე დავიმტვერი, მანქანა გავაფუჭე და ნუ ვარჯიშებზე არ მომიწია სერული წვიმაში. მეორე დღეს რომ მივედით, ეს მანქანა ავაწყეთ რაღაც და მთელი ღამე გაათენეს ბიჭებმა, ეს ტექნიკური გუნდი მუშაობდა, ჩემი გუნდი წაყვანილი ყავდა, კალანდიას თავისი გუნდით იყო, კალანდიას გუნდიც მეხმარებოდა. კალანდიაც გამოდიოდა? არა, მაგრამ ნუ მეხმარებოდა. ოკეი. კალანდია უბრალოდ სიტყვერად გვამხნევდა ხა. ანუ ეგ შეჯიბრი თავიდან ბოლომდე რომ მოყვე, ანუ აი სრული მაგალითი არის უსამართლობის რა. ეხლა კი არ წუწუნებ, ჩავლილი აზრია რა, ჩვენ უყურებდით კი ვიცი. ისეთი რაღაცები მოხდა, რაც წარმოუდგენელია და ვერ წარმოიდგენ აი როგორ შეიძლება ადამიანმა ეგეთი რაღაცა გაგიბედოს საერთოდ, მაგრამ ნუ რა ვიცი, შევეჩვიეთ. ეს კიდე რაღაცა იყო ისეთი, რაც შიგნით ხდებოდა და გარეთ არ გამოვიდა? ანუ ტოპ 32-ში შევხვდი, ან ტოპ 32 ვიარე, მოვიგე და ტოპ 32-ის მერე შეიცვალა ამინდი. და ხვდებოდი ერთ-ერთ ესპანელს. იმ ესპანელთან მივედი ეს, ანუ იქ არის როგორ არის, ხوار დახურული პარკი, დახურული პარკის მე რაღაც ზონაში გადადიხარ, სადაც უკვე აი მეორე მესამე გავლა შენ გიწევს. იქ რო გადადიხარ, იქ გახარ და ელოდები შენ მეტოქეს. იქ გადავედი და მითხეს რომ წვიმის გამო შეჩერებული არისო და ლაივში რეკლამა გაუშვეს და ვისაც ხვდებოდი ის გაუშვეს ვარჯიშებზე. ანუ 8 ვარჯიში გაატარეს იმას ესპანელებს მარტო. ხო. და მერე დამაყენეს მაგასთან სტარტს. ანუ მე მაგასაც მოუგე, მე ტოპ-8-ში ავედი. ანუ ბოდიში შეჯიბრი იმიტომ გააჩერეს, რომ წვიმაში ევარჯიშე იმას. მარტო ესპანელებს ევარჯიშეთ. ტოპ 16-ის მერე მიწევდა ორ ესპანელთან შეხვედრა და არ მომწეს საბურავების შეცვლის უფლება. ანუ გარბენს რომ ამთავრებდი, საბურავების შეცვლის უფლება არ მქონდა. მოიხსნები შეჯიბრიდან. ანუ ხო წარმოუდგენელი. რა ლოგიკა? ერთადერთი იმაში გამართლა, რომ ხო ანუ არანაირი ლოგიკა არ არის. და გარდა მაგისა თან არის მოყვარულების შეჯიბრი იქ და პროფესიონალების. და მოყვარულებში დაარეგისტრეს პროფესიონალები და მოყვარულებს მისცეს მეტი დრო რომ ევარჯიშათ. ანუ ესპანელები დაარეგისტრეს თან მოყვარულებში და ისინი შევიდნენ ივარჯიშეს და ჩვენ დრო არ მოგცეს ვარჯიშის. და ნუ საბურავსაც არ მოსწლევდნენ, ეხა ნუ იქ ვიცი როგორი გარბენი უნდა ყოფილიყო, რომ ის უნდა მომკვდარიყო, ანუ მარტო ვიდექი და მომენტემოცეს წარმოვიდგინე და ანუ მაგ დღეს თავისუფლად შეიძლება რომ მომეგო. ანუ პირველ დღეს გავსულიყავი სულ თავისუფლად და ნუ ტოპ 4-ში წამაგებინეს, არ ტოპ 4-ში ნამდვილად წავაგე. უკრაინაში ვხვდე წავაგე და მე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოვიგე 100%, 4 საბურავით გადავიდე ის და ნუ რა თქმა უნდა წაგება მომწეს. ძალიან ესეთი ბევრი ის იყო რა. ანუ ესპანელი უნდა ყოფილიყო, ესპანელებს გაჩავდნენ რა, ძალიან რასისტული დამოკიდებულება ჰქონდათ. ვალენსიაშიც იგივე მოხდა ფიას თამაშებს დათას ძალით წააგებინეს. ვალენსიაში მე რა მიქნეს ისი? ანუ ვალენსიაში ვარჯიშები რო ვიარეთ, ძალიან კარგად ავდიოდი მე და შეამჩნიეს ეგ. და ჩეპა უკრაინელი ვინც არის ის ჰოლონია, ის ჩემპიონი ხდებოდა. და კვალიფიკაცია მოიგო იმან. კვალიფიკაცია არ მოიგო, მეორეზე გავიდა, პირველზე ესპანელი გავიდა, რა თქმა უნდა, რომ და მე ისე მომიწია, რომ კი არ მომიწია, კვალიფიკაცია გავიარე, ლაივშიც არის და გამანულეს. და ნუ ჩავალაგე ეგრევე მეთქი აზრი აღარ აქვს აქ იმას, ჩავალაგეთ ვალენსიაში ტრეკზე ყველაფერი და წავედით სახში. და გზაში მირეკავს ერთ-ერთი ჟიური, რომ შეგიძლია დაბრუნდეო საქმე გაქვს შენთან. და ნუ დაბრუნდა, მითხეს რომ მიტუქშიო შეგვიძლია რომ ჩაგსვათო ტოპ 32-ში. მეთქი რა ვიცი როგორ უნდა ჩამსვათ 58 მონაწილე ვიყავით. და აი მეთქი ხა მე შეჯიბზე სიარული მინდა ხა რაღაცა ეს. ან თან ამ ხელა გზაზე რო ხარ ჩასული. შეჯიბზე აი ჩამსვეს, ხა ეს ბოგონელი ხო არა, იქ ლაივში ყველაფერი არის, იმ კვალიფიკაციაც ხო ეს. 31 რომ ჩეპას მეორე ადგილზე. ხო, რომ ანუ მე შანსი მქონდა რომ ის გამეგდო, რომ ნუ ესპანელები წასულიყო წინ.
მართლა შემახვედეს იმას და მართლა მოუგე ის ჩეპა ჩემპიონი მის გახდა საბოლოოდ მაინც გახდა ის ჩემპიონი ანუ ის გავაგდე ტოპ 16-ში შევხვდი ერთ-ერთი ესპანელი იყო და იმას აი 1000% მოუგე აი რავი ლაივი რო ნახო და გავაჩერეთ მანქანები მე ჩეპა რო გავაგდე ჩეპას პოტელი მეხმარებოდა მეც პოტელად რა და იმანაც მომილოცა ის ვისანაც ზაეზდი მქონდა ანუ გადაწყდა რომ შენ მოიგე იმანაც მომილოცა რომ მოვჩით რაღაცა ისეთი შეცდომა დაუშვა და გამოცხადეს ის და მივხვდი რომ კიდე უბრალოდ გამომიყენეს და გამომოგდეს. აი რა ვიცი, ძალიან სევდიანი ისტორია ხო? ო ძალიან ცუდი. ანუ ესპანეთში ამა წახვიდი, აი ძალიან ცუდი. ანუ შიგნით თვითონ ეს ხო არიან ბასკები, კატალონიელები ისინი. თვითონ ერთმანეთს რაღაც ენის ბარიერი აქვთ, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და ერთმანეთსაც ის რო შეხვდება იმის მიწაზე თუ არის თავის ენაზე ლაპარაკობს, თავის ენაზე არ ლაპარაკება და რაღაც სასწაული ხდებოდა მე თან ქართველი გავიჩიტე იქ და ვაფშე დავიჩაგე და შენ საერთოდ ვისთან იყავე მაშინ ეგრე გამოდის ეგეთი უსამართლობა ისეთი გახიზნებული ვიყავი თავიდან ჩავედით ყველა მომწვა აქ სახლი ვიყიდოთ და მანქანა აქ დავტოვოთ და ჩამოვიდე დავისვენთ რაღაცა და მიწა რა ლამაზი და ყველაფერი ლამაზად რო გეჩნდეს ფოთოლი რა ლამაზიოდა და ბოლოს ისე ესპანელები გაიცანი და აღარ გინდოდა არაფერი. ხო და მე რო გავიცანი შიგნიდან. ეხა ვინც ჩადის ესპანეთში და უყვები ხოლმე ამბობს, აი მანამდე მეც ვიყავი ბარსელონაში დასასვენებლად ნაყოფ. ტურისტულ ადგილებში მიდიხარ, მაგას ვერ გრძნობ, იმიტომ რომ სხვა სიტუაცია. შიგნით ძალიან მძიმე სიტუაციაა და ხალხი ძალიან მძიმე არის. კი. კი, მე რო ვთქვი, მე მქონდა ესპანელებთან შეხება და ეგ რო ვთქვი, არავინ არ დამიჯერა, რომ რასაბობ მაგაზე ჭკვამ ხერული ხალხი არ არსებობსა და ამ დროს არა. ძალიან რთული სასწაულია. ანუ იქ ჩვენ ორი ტექნიკური მანქანა ყავდა, ერთი კვირა დავტოვეთ ერთი მანქანა გარეთ, გაგვიტეხეს, გაგზორცეს, მე პატრულმა წაიყვანა ის მანქანა საჯარიმოზე და რა ვიცი ის 800 ევროს გამოყვანის თანხაც მე გადავიხადე. ის გაძარცული დამხვდა, მეთქი რა იმას ვეხეწებდი რომ გამიზრდა რა წაიყვანოთ მეთქი ვიცოდი რომ მაინც იმას ვერ იპოვიდნენ ხა ვიღაცა მან გატეხა მანქანა. ძალიან ცუდი. კაი, დრიფტ მასტერზე აპირებ გამოსვლას? რახან ევროპაზე ვარ? დრიფტ მასტერზე გეგმა გვაქვს, მაგრამ დრიფტ მასტერზე შევალ იმ შემთხვევაში თუ ვიქნები აბსოლუტ 100% მომზადებული. ისე აი ესე ვარაუდე, ეხლა როგორც ესპანეთში წავედით ჩვენ და როგორც ყაზახეთში რომ ნახევრად მომზადებულები ვიყავით მანქანით და გინდ მეც, ანუ ეგრე არა, ანუ 100%-იანი მანქანა მზად რო იქნება, გაიტესტება ყველაფერი და მე შევარდები დრიფტ მასტერზე, იმიტომ რომ დრიფტ მასტერზე რო შედიხარ, ანუ ვარჯიშზე გქონდეს ერთი გარბენი მაქსიმუმ და ანუ იქ არ არის ესე რომ წავიდე და ბედი ვცადო დღეს 5-6 წელი წინ შეიძლებოდა კიდე ეგეთი რაღაც მაგრამ ეხლა უკვე მომზადებული უნდა ჩავიდე ოლიმპიადაა ჩვენი ჩათვალე კი მაშინ ხა მომიყევი აზიაზე აზიის ჩემპიონატი როგორი ხო აზიის ჩემპიონატი ძალიან მაგარი იყო იმიტომ რომ მე ვიცი ხო ვისთან ერთად გიწევდა იქ მე კავაბატა და ჰიბინო ვიყავით გუნდში და მაგაზე მაგარი არაფერი არა მე მაგის იქით არაფერი არ არსებობს ძალიან ვარჯიშზე იქ როგორ არის ნახევარკუნძული არის ნახევარკუნძულზე არის ეს ტრეკი გასართობი ცენტრი ბასეინები სასტუმროები და იქ ხარ ჩაკეტილი იმისით არ გადიხარ რა როგორც ესპანეთში გვიწევდა ბილბაოდან 600 კილომეტრი ვალენსიამდე გაგვიანა მე იქიდან ჩამოსულიყავი და გზაში რაღაცები ეგეთ რა მე იქ ჩადიხარ ცხოვრობ ჩათვალე რეალიტი შოუში ხარ პრაიმ ჰოუში ჩავდი ხო ძალიან მაგარი სიტუაცია ხალხი ძალიან მაგარია აზახ ხალხთან ძალიან ახლოს ვარ ჩვენ კარგები ყველაფრით. ეხლა ესპანეთში ვერავის ვერ დაველაპარაკებოდი, ისე კონტაქტში ვერ შეხვიდოდი და აი იქ ყაზახეთში დაცვის წევრი იყო თუ ტრეკის მე პატრონე თუ ორგანიზატორი მსაჯე, ყველა ისე რაღაცა ძალიან ჯიგრულად ვიყავი და მაგრა ასწორებდა. ნუ მანდ მანქანაში არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ყაზახი მე რო ესპანეთში გავუშვი მანქანა ყაზახეთიდან მე დამირეკეს მე რო ჩამოდიო და ვერ უცად მოხდა რომ კალანდიას მანქანა ვიყიდე კალანდიას მანქანა ნახევარი იყო ცოტა დავამატეთ მაგრამ არ იყო და გავუშვით და იქ ფაქტიურად ვერც ვარჯიშობდი ყაზახეთში იქ პლუსი მქონდა რომ ერთი კვირით ადრე ჩავდიოდი და შემიძლია მთელი კვირა მევარჯიშა მაგრამ საერთოდ არ მევარჯიშია იმიტომ რომ მანქანა ხელს არ გვიწყობდა ხო მაგრამ მაგარი გამოცდილება იყო ძალიან მაგარი იყო და ყაზახეთი ძალიან ყოფილი. აი რავი, აი ხო რაღაცებს ოცნებობ, რომ აი ჯეიმს დინთან მოხდეს აი კავაბატა ჰიბინო არც მიფიქრია, ხო რა. მიუხედავად იმისა, რომ ტარების ლეველი დღეს ჯეიმს დინი 10 ჯერ მაღლა არის ვიდრე კავაბატა და ჰიბინო. ისინი სახელები არიან ისეთი, რომ საკმარისია. და ფინანსურად რომელი უფრო რთული არის, ევროპა თუ აზია? აზია თუ ერთ იგივე. ანუ აზიის ჩემპიონატზე მე მთლიანად ტრეკის მეპატრონე იმის იყო, ჩვენ წინა წელსაც ვიყავით ჩასულები. და იმან ამიყვანა გუნდში და თავიდან მომდა დამაფინანსა.
მართლა? ხო, ანუ აზიაში არაფერი არ გადამიხდია საერთოდ. გარდა შენი მანქანის ხარჯებისა და იმისა. ნუ შენი მანქანის ხარჯები ხო რო ფუჭდებოდა, ისინი ნაწილებსაც გვაძლევდნენ. დაჟეგეც ქონდა? ხო. ანუ იმის გუნდში ვიყავი, რომ მან გააკეთეს ერთი იყო ASP-ის გუნდი და მეორე იყო კაცის გუნდი და კაცის გუნდი იყო მე პატრონები შექმნა თავისი ინტერესი ვიზეც ჰქონდა და იქით იყვნენ ეს ამანდიო ადამზალევსკი ევროპის ჩემპიონი და აქეთ ვიყავით კავაბატაჰიბინო და მე და ანუ აქეთ უფრო ისეთი აქეთ უფრო დიდი ხარდაჭერა ხო და იქ მაგრამ ყაზახეთი და ეხა ისე ფინანსურად რო აიღო რო გადამეხადა იქაც ესპანეთს ძალიან ძვირდებს. ესპანეთში მარტო გუნდი რომ მივდიოდით 15000 მიჯდებოდა ბილეთები. რო გუნდი წამიყვანა. მარტო ბილეთები იქ სასტუმრო ჩაყვანა, მანქანას გაგზავნა, ის ჩაოცალკე პრობლემა კიდე დამატებით ხარჯები. ანუ წამირი იყო. ჩაოცალკე წაყვანა და წამოყვანა. კაი, ეხა შენი ლაპარაკიდან როგორც ხვდები, კითხვა უნდა დამისვა ევროპა თუ აზია მეთქი, მაგრამ როგორც ხვდები აზია, ხო? ხო, მაგაზე აი ბევრს მსჯელობთ ხოლმე. მაგრამ მაინც ევროპა. რატო იცი? არ მოველოდი ამ პასუხს. ხო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ესპანეთში, მაინც უბრალოდ რომ ესპანეთი იყო და მაგიტო. და წელს ეხა სამ მანქანას ვამზადებთ. ერთი საქართველოს ჩემპიონატზე, ერთი აზია გვინდა და ერთი ევროპა, მაგრამ ნუ საქართველოს ჩემპიონატის მანქანა გვეყოლება და შეიძლება უბრალოდ მესამე მანქანა ვერ მოვასრულოთ. და თუ გვეყოლება მეორე მანქანა მზად ანუ უფრო ევროპაში გავუშვებით ვიდრე აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ აზია უფასოდ გვაქვს. იმიტომ რომ თუ გინდა რომ დრიფტ-ფანტაზიაზე ფეხი შეადგა, მაინც ევროპაში უნდა ანუ დონე ევროპაში უფრო დიდია? იცი როგორ არის, ევროპაში სხვადასხვა ტრეკებზე ჩადიხარ და დიდ გამოცდილებას იღებ და აი კონტაქტების ვარიანტი და ბევრი ეგეთ რაღაცაში ხო, ეხა იქ ჩეპა დადის და დღეს აქტიური სპორტსმენი ვინც არის მაინც ევროპაში დადის. აზიაში უფრო კავაბატაჰი. კაი, დღევანდელი ქართული ავტოსპორტი როგორ დღეშია? დღევანდელი ქართული ავტოსპორტი. დრიფტი თუ ზოგადად? დრიფტზე ცალკე რა თქმა უნდა მე უნდა ჩამეკითხა, მაგრამ ზოგადადაც. ანუ შედარებით ახლა 2012 წელს თუ შევადარებთ 2014 წელს თუ შევადარებთ იმასთან შედარებით ძალიან უკან ვართ. რაც ტრეკზე ხდებოდა ისე არის ჩატარდა და ეს ლეგენდები, კომპაქტები და ისინი ერთმანეთს ხოცავდნენ, მაგის მერე შორს ვართ. მაგრამ თუ რაღაც წინა წლებს შევხედავთ, ეხლა რაღაცა ნაბიჯები გადადგეს. და ის წრიული 90 აღმართის დაძლევას პარნის და იმას მე არაზოს არ ვაღიარებ რა. მაყურებელი არ ყავს. მაყურებელი არ ყავს. დღესაც მაყურებელი არ ყავს. იმის გაყიდვა და იმაზე კაი, ხო, ძალიან რთულია და ეს წრიული ბოლოს და ინერგა და ეგ თუ განვითარდება და თუ წინ წავა, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ არ ამგონია ჩემ მას ვამბობ, იმედია წავა წინ. უბრალოდ აი როგორ არის დრიფტში ვინც მოდის და დრიფტი რატო გახდა პოპულარული ყველა მის რომ ყველა მონაკვეთს ხედავ და გამოდის რაღაც 8-9 ცხენიანი მანქანა და რა ანგრევს იქოლოს. 180 ცხენიანი მანქანები ერთმანეთს რომ დაძდევენ იქ თან რაღაცა მონაკვეთს ხედავ. ნაკლებად საინტერესო ძალიან ავტომოყვარული უნდა იყო რომ იქ ტრიბუნაზე იჯდე და ძალიან რაღაც დეტალებში ჩახვიდე და იმიტომ რომ მარტო ჩვენთან არა მთელ სოფლიოში წრიული ბოლა, ნუ ფორმულა არის. ფორმულაში იმხელა ფინანსები არის და იმხელა განვითარება რომ მაგასთან ფორმულაც მარკეტინგია რეალურად. ხო, და დრიფტი. სხვა არაფერი არ ხდება. რალი, რომელიც ნებისმიერ ავტოსპორტსმენს რო გითხო პირველ ადგილზეა, რალი მკვდარია დღეს. ისე რომ რამე მიიღებდი აი ამერიკაში ან სადმე ისეთ კაი რალიზე მონაწილეობა. აი საქართველოში ყოფილიყო რალის და დრიფტის არჩევანი, შეიძლება რალიზე გამოკეთებინა არჩევანი. მართლა? ხო, ნუ რალი, მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ავტოსპორტსმენისთვის რალი პირველია. შეიძლება ვწდები, მაგრამ 90% მაინც ეგრე იქნება, იმიტომ რომ რალში დრიფტის გაქვს, ყველაფერი გაქვს. უბრალოდ რალისაც ვერ გაყიდებ, თაზე მიდის ტიპი და ვერტალიტეტი უნდა უღებდეს ვიღაცა და იქ კადრები სხვა რომ ერთს გაირბენს და ვიღაცა ერთ ვიდეოს. ხო, მაგრამ აი რალის შიდა კადრები, მით უმეტეს კოპაილოტ ეგეთი ისინი რო არის, შიდა კადრები იმდენად მაგარი საყურებელია, რომ შევეზით ერთ-ერთ ჭირდება ერთ ფრენისის რა. იმხელა ადრენალინი მოდის ონბორდით. ხო, აი ფორმულა 1-ის რო აიღო, ფორმულა 1-ს რო დაждე ტელევიზორთან უყურო, უფრო მაგარია ვიდრე იქ რო. კი, ფორმულა 1-ის ლაივში ყურებას შევთვის აზრი არ აქვს არანაირი. კაი, ეხლა გადავიდეთ YouTube-ზე. აი YouTube-ზე თავიდან მე თვალს გადავნებ YouTube-ზე, სუ თავიდან რომ დაიწყე, იმიტომ რომ ნუ დრიფტიდან გიცნობდი. და თავიდან შენი YouTube-ზე მოღვაწეობა იყო, შენი დრიფტის ის რა,
დრიფტის ვლოგები. ხო, დრიფტის ვლოგები. მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ძალიან პროფესიონალური და მაგარი უნდა გაგეხადა და რამ გადაგაწყვეტინა. თავიდან დრიფტის გადაღება იმიტომ დავიწყეთ, რომ რაღაც გვინდოდა, რომ ჩვენი ისტორია ქონოდა და ჩვენ დაგვრჩენოდა ესე ფართო საზოგადოებაზე გასვლას არ გვიფიქრია. მაგრამ მე აღმოჩნდა ქობულა, რომელმაც დამაძალა, რომ ვიდეოები უნდა გადავიღოთ და ფაქტურად ჩვენ რასაც ეხლა ვიღებთ მაგ პროექტებს და მაგ ყველაფერს ისე ვაკეთებდით. ანუ GM-ში. უბრალოდ ქობულას ეს მანქანის პროექტები ვიცი. მანქანის პროექტებს, ანუ ეგ პროექტებს უკეთდებოდა, ანუ მომხმარებელი იყო, ჩემი პირადი იყო, თუნდაც ყველგენის უკეთდებოდა და ქობულამ დამაძალა, ანუ განახა შესაძლებლობა. ხო, არა, მე მართლა არ მინდოდა, მე თავიდან შევხედე უფრო მარკეტინგულად, რომ მეთქი ეს შეიძლება გამოგვადგეს, იმიტომ დავთანხმდი ქობულას, რომ GM-ის ვარიანტში გამოგვადგეს, რომ უფრო ესეთი რეკლამა იქნებოდა. მაგრამ ნუ ედავობრეთ, მე ხა მე შემიყვარდა, მე მომწონს და ვაკეთებთ, ხო და ანუ 90% ქობულას დამსახურებაა, რომ ამას ვაკეთებთ და ეხაც რასაც ვიღებთ თავიდან მომდე ქობულაა, თორე ქობულა რო არ იყოს არ გააკეთებდი? ვერ გავაკეთებდი. ვერ გააკეთებ. ანუ თავიდან ბოლომდე იდეა, დაგეგმვა, ყველაფერი მე ცოტა არეული ვარ. თან YouTube-ი, დრიფტი, სამსახური, სახლი, ამ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ქობულა არის თავიდან ბოლომდე მაგ თემაში ჩართული. ანუ შენ ყავს ადამიანი, რომელიც გილაგებს ამ ყველაფერს YouTube-ზე, ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გავაკეთოთ, მიდიხარ იღებ. შენ ყოფილხარ ნამდვილი ინფლუენსერი, მე კი არა. დალაგებულზე მიდივარ. დალაგებულზე მიდიხარ. წყალზე მართლა გაივლი? ეხლა შენ შემახსენე. ნაი მე შეგახსენე. თავიდან ხო დავიწყეთ და მეგონა რომ ყველა აკეთებს ხოლმე რაღაც 100,000 გამოწერზე ან გავათამაშებ რაღაც. გავათამაშებ რაღაც. გათამაშება იმიტომ რომ გავაკეთე და წინააღმდეგი ვარ ხოლმე გათამაშების. შეიძლება პატარ-პატარა გათამაშები როცა არხზე პარტნიორი ყავს, მეს გამიკეთებია და ეგეთ რაღაცები გააკეთო, მაგრამ ის დაპირება მე რო გავცრო 100,000 გამოწერზე. ანუ ოღონდ ეს ჩემი ხედვა, იმიტომ რომ ბევრმა გააკეთა და შეიძლება სწორიც იყოს ჩემ ხედვას ვამბობ. მე ვამბობ, რომ ფიქრობ, რომ ჩემ არხს იმიტომ უნდა უყუროს ადამიანმა, რომ მოწონდეს ის და არა იმიტომ, რომ რაღაცა ნივცელოდებოდეს. ანუ მაინც ეგრე უყურებ და მაგიტო არ უნდა რომ რაღაცა მანქანა გამეთამაშებინა, ან რაღაცა ეგეთი გამეკეთებინა და ვიფიქრე, რომ მეთქი გადავცურავ თბილისის ზღვას თქო ყველაზე და ერთი კომენტარი მახსოვს იყო ეგეთი, რომ შენ რო გადავცურავ ჩვენ რაო. ეგ მეც მახსოვს. ხო. ეგ კომენტარი. ხო, რა ბევრი ვიცინეთ მაგაზე და ანუ საბოლოოდ ეს თემა არ გაჰაიპდა. ბევრს ახსოვს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არ დავუწევთ, ჩვენ პირობა შევასრულებთ. მაგრამ ისე რომ აი ეს მაგ თემას მაგრა ვაწვებოდეთ, ანუ მაგ თემაში აღარ ვართ რა. არ გაჰაიპდა მე მგონი, იმიტომ რომ რეალურად არ წარმოუდგენიათ. აი რეალობისკენ რო წავა, აი რო დაიწყებ ალბათ უკვე მანქანის გამზადებას. მერე უფრო წამოიღებს შეგრძნებას, იმიტომ რომ ეხა ხალხს გონია რომ რანაირად უნდა გადაცურო მანქანით თბილისის ზღვა. ანუ ძალიან ბევრი ახსნა გავაკეთე, ერთი მომდევნო 4-5 ვიდეოში ვხსნედი რომ ზოგი ამოდა რომ რაღაც მანქანა კატერი უნდა იყიდოს ის და მე ვამბობდი რომ ჩვეულებრივი ჩვენი გეგმა იყო რომ პიკაპი გვეყიდა და პიკაპი აგვეწყო ისეთი რომ პიკაპი გადაგვეცურა. არ ვიცი რა, ეგ თემა ძალაშია, ჩვენი ქავერიც ეგ არის. მე ველოდები. ხო, უბრალოდ რაღაცა ჩვენ უფრო გვეგონა რომ მალე მოხდებოდა ეგ ყველაფერი. მაგრამ არა, ნენელა უკეთესი არის, იმიტომ რომ ნამდვილი შენი მაყურებელი ნენელა მოდის რა. ხო, მაგრამ კარგად მიდის მაინც შენი არხი. კი. ვერ ვიტყვი რომ ნელა, ანუ კარგად მიდის გამომწერები, რასაც უყურებ, კარგად მიდის ძალიან და ავღანას ამბავმა საერთოდ მე მგონია რომ YouTube ავტო თემატიკა დახურა, ძალიან მაგარი იყო. ხო, ავღანას ეკაც რო გავიცანით ეგ იყო მაგარი. ხო, ავღანას თემათან ანუ როგორც ვიდეოში არის, არაფერი დადგმული არ არის, მან მართლა აღმოვაჩინეთ ეგ ადამიანი. აი იქ ვიდეოში წაი რომ შემთხვევით გქონდა რომ წამოგანახო ტბას თუ მართლა არ ვიცოდეთ ეგეთ რას. ანუ მე ერთი წამი ნახე მართლა თავისი ხელით ქნა მაგ ხელა რაღაცა? კი, და ვიდეოში კიდე არ ეტყობა რამხელა ტბაა ეგ. ანუ მე ვიცი დრონით გადაღებისას მასშტაბები რა როგორ ჩანს და მაგიტო ანუ ვიცი რამხელა იქნება ეგ და ეგ ხელით გათხარა მაგ კაცმა მართლა? 11 წელია მაგ ტბას თხრის და რაღაცა თავის ცხოვრების მიზანი არის ეგ და ნუ მე კომენტარებში იყო რომ მიეხმარეთ რაღაცა ესე და ხო, მაგრამ თვითონ кайფობს მაგით რა. ხო, ანუ ეგ ტბა რომ დამთავრდეს და მე კაც შეიძლება მუღამი დაკარგოს ყველაფერს, ხო? პერფიატორიც რა ვიწანით, აი ესე ვიყავით, რომ რაღაც ხო არ უადვილებთ საქმეს. შეიძლება ეს უდევს უბრალოდ და მაინც ხელით მუშაობს. არა, უბრალოდ მუშაობს, კონტაქტზე ვარ ხოლმე და ავღანას ვიდეოები კიდე იქნება. მართლა? კი.
მაგარი კაცი. კაი, დრამე ისეთი გარდაწყალზე გავლისა. ხო არა გაქვს რამე ძალიან მასშტაბური პროექტი გეგმაში, თუ შეგიძლია რომ გითხარით თქო, და თუ არ შეგიძლია, უბრალოდ გითხარი, გაქვს თუ არა გეგმაში. წელს გვაქვს 4 პროექტი, რაც მასშტაბური არის, ბევრად უფრო მასშტაბური არის ვიდრე ის სხვის გადაცურვა, მაგრამ ვერ გეტყვი. იმიტომ რომ ქობულა მომკლავს. ეგ გამარფრთხილა, რომ რამე არ წამოგცდესო და ანუ წელს YouTube-ზე გვინდა რომ რაღაცა მასშტაბური პროექტები გავაკეთოთ და რაღაცა ესეთი ლეველი დავიჭიროთ, რა, იმიტომ რომ დრო გვაქვს. შაშან, ესპანეთი, ყაზახეთი ძალიან არეულები ვიყავით. დრო ვერ დავუთმეთ იმდენი YouTube-ს, ამდენი საჭირო იყო და წელს ყველაზე ბევრ დროს YouTube-ს დავუთმოთ და ვაუ, მაგარია. კაი, მაშინ მაგას დაველოდებით, ეხლა გითხარი საქართველოს ჩემპიონატზე კიდე თუ აპირებ გამოსვლას და რამდენ გზის საქართველოს ჩემპიონი გინდა რომ გახდე? ანუ საქართველოს ჩემპიონატს ვივლი 100%, მაგრამ ერთხელ რომ გავხდი მაგის მერე მუღამი ხო, ანუ ინტერესი არ მაქვს, ანუ ჩემთვის ერთხელ იქნები საქართველოს ჩემპიონი თუ 30-ჯერ მაგას მე უბრალოდ ეხლა მინდა რომ შემდეგ წლებში სიამოვნება მივიღო და ესე ვეჩალიჩები მეულუც იმას, რომ რაც შეიძლება ბევრი შემოვიდეს ეს ძველი კაი დრიფტერი, რომ იმათთან ერთად ვიარო. რა მნიშვნელობა აქვს აი ერთხელ გახდები თუ 5-ჯერ? კიდე შეერთერენ. ხო, აი ფორმულაშიც ხო, ჰამილტონი 7-ჯერ გახდა, ხო? 7 გზის არის ჰამილტონი და შუმახერი არის. აი ჰანტი გახდა ერთხელ, ხო, მაგრამ ჰანტი ჩემთვის უფრო მაგარი კაცია ვიდრე ჰამილტონი. ხო, პრინციპი. ერთხელ გახდა და წავიდა. ანუ ეგ არის და ერთხელ ამტკიცებ რომ შეგილია, ოღონდ სეზონსაც გააჩნია რომელ სეზონს შეამტკიცე. თუ ეხა არავინ თუ არ გამოდის და მაგ შემთხვევაში გახდი, ეგრე ხო? ხო, და ეგეთი ჩემპიონი ეხა ჩვენთან არ ვიცი, მაგრამ ბევრ სახეობაში ყავს ეგეთი ჩემპიონი, რომ გინ გამختارიყო, გინ არ გამختارიყო და. ხო. ეხა წელს თუ მაგარი სეზონი იქნება და ხოცვაჟლე ყავა. რა თქმა უნდა, მოამი მექნება რომ ჩემპიონი გავხდე. იმიტომ რომ და ისე King-ზე არ გიფიქრია? რამე EFN-ი მანქანით, იმიტომ რომ მაგრა აიწია King-ის დონემ რეალურად. პატარა ბავშვები წამოვიდნენ, რომლებიც შეიძლება ეხა კი, მაგრამ King-ის დონე ვერასდროს ნახე. King-ის დონე რაც არის, ანუ ეგ უნდა იყოს და მაგის იქით ვერ სწავა. იმიტომ რომ ფიზიკურად ლილო არინა არ გაძლევს მაგის საშუალებას და ის შეზღუდვები რაც მელუც აქვს იქ დაწესებული, რომ საბურავი პატარა, გზები მოწყვეტა, რაღაც 40 კილომეტრზე ან 45 კილომეტრზე. მაგით ის არის რაც უნდა იყოს. და King-ის დამსახურება არის, რომ დრიფტი გადარჩა. აი, ეხლა თამამად შეგიძლია თქვა, რომ King-ის დამსახურება, იმიტომ რომ 70 მონაწილე ყავდა King-ს. და ეხლა წელს თუ GDC რაც ჩატარდება, კარგი იქნება, ეგ იქნება King-ის დამსახურება. და King-ი რო არ ყოფილიყო, 100%-იანს გეუნები, რომ ეხლა დრიფტი ან გადარჩებოდა არა. კი, იმიტომ რომ ბოლოს ძალიან ცუდ გამარებაში იყო. ანუ საქართველოს ჩემპიონატზე ტოპ 16-იც ვეღარ იკვრებოდა. ტოპ 16 არა, საქართველოს ჩემპიონატზე ბოლოს იყო 7 მონაწილე. 7 მონაწილე. და მაქედან ქართველი ამდენი იყო 4. ეხლა წარმოვიდგინე King-ი რო არ ყოფილიყო და ის 70 მონაწილე. ამ 7 კაციდან შემდეგ წელს აქ რა მოხდებოდა არაფერი. და King-ზე რატო არ აპირებსია რომ მაგასაც გეტყვი დავუბრუნე. ანუ King-ზე მე ჩემი მიდგომა არის, რომ King-ზე უნდა ირონ მოყვარულებმა. ხო, მაგრამ ეხლა პროფესიონალმა ხელი არ უნდა შეუშალონ. პირიქით, ანუ შენთან ერთად რო იაროს ვიღაცამ წულში. გამოცდილებას ხომ მიიღებს? ჩემთან ერთად მოვიდეს საქართველოს ჩემპიონატზე და იქ იაროს. იქ მანქანა ჭირდება სხვა. მაგაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ავტოსპორტი, ნებისმიერი ავტოსპორტი მოითხოვს ფინანსებს. კი, მაგაზე ვთანხმდებით, კი ბატონო. ჩემთან თუ უნდა სიარული, მე მივალ King-ის ვარჯიშებზე და ვივლი. ანუ არ მაქვს პრობლემა. უბრალოდ შეჯიბრზე მაინც იბრძვი გამარჯვებისთვის. და ნახე ვიღაცა რომ მოდის $3000 მანქანით, მეორადი საფურავებით, რაც მაგაცები მოყვებიან, რომლებიც მანქანაზე დრიფტში ცოტა იციან, უბრალოდ თავისი ენთუზიაზმით ეხმარებიან და აქეთ მეორე ადამიანი იჭდება, რომელიც ძალიან მაგარი მანქანით დგას, დიდი გამოცდილებით, ტარების, გუნდური გამოცდილებით, გუნდით და ეხლა მე ჩემი თიმით რო ჩავიდე King-ზე და ვიღაცა მონაწილე შევხვდე, რომელსაც თავის ხელით აწყობილი მანქანა აქვს და ცმაკაცი ეხმარება და ის და გადაუარო, ტეხავს. ანუ შეიძლება არც გადაუარო, ეხა ის არ გამომიდეს, მაგრამ ანუ ძალიან დიდი უპირატესობა მაქვს იმასთან. გარდა იმისა, რომ ჩემი ტარებიდან გამომდინარე მაქვს უპირატესობა, ისედაც დიდი უპირატესობა მაქვს და თვლი რომ არ არის სწორი. მე მაინც ეგრე ვქნი, მაგრამ თუ საბოლოოდ მარტო King-ი დაგვრჩება, ვივლი აბა რას ვიცო სხვა. რაგზა, თავზევი ძალა არის. King-ი რო პირველი King-ი რო ჩატარდა, თუ გახსოვთ, ყველა გამოვედით.
კი. მე მოვიგე ეგ პირველი შეჯიბრი და მაგის მერე აღარ გამოვიდი. რაღაც წითელი კომპაქტის ხო გყავდა შენ მაგისთვის. წითელი კომპაქტი მყავდა, არა, პირველ ეტაპზე გამოვიდი 98, იმიტომ რომ ხო, ეს გახსნა იყო და იმიტომ, ხო, და ყველა გამოვიდით და მაგის მერე ზამთრის ეტაპი ჩატარდა და ზამთრის ეტაპზე გამოვიდი წითელი კომპაქტით. და მანდაც არ წამიგია, ერთხელ წავაგე, იმიტომ რომ მანქანა გამიფუშტა. მაგიტო თქვი რომ აზრი როგორ გითხრა ეხა ისეთ ლეველზე არიან ბავშვები რომ ეხლა შეხვიდე უორჯიშებლად მოგიგებენ 100%-იანი მაგრამ ეხლა რომ შევიდე მე და იქ დრო ენერგია დავხარჯო ანუ მე მგონია რომ გავაფუჭებ სიტუაციას ანუ როიციან ხოლმე კირვალიძემდან გააძვირებს თუ გავაძვირებ გააძვირებ სიტუაციას ანუ უეჭველი გავაძვირებ იმიტომ რომ მე ჩემი გუნდით რომ მივიდე იქ გაძვირდება შენი აზრით ანუ საქართველოს ჩემპიონატი ძვირი უნდა იყოს კი ძვირი დრიფტი სლიკების დონეზე ძვირი თუ არც მაგ დონეზე ძვირი საქართველოში, ანუ დრიფტი ზოგადად არის, რატო არის სანახაობრივი? იმიტომ რომ შეზღუდვა არ გაქვს მანქანაზე. ნებისმიერ წრიულ ბროლაზე აიღო ფორმულა 1-ზეც გაქვს შეზღუდვა, რეგლამენტი გაქვს რაღაც. და დრიფტზე არის რომ რაც გინდა ისქენი. ვიღაცა მეც რაღაცას რო გააკეთებს, მეორე კონკურენტი იმაზე მეც იწევს, მე მეც იწევს და ეგრე ვითარდება. ჩვენ საქართველოში ხო ეგრე განვითარდა, ევროპაში ეგრე განვითარდა და ანუ მაგას ვერ შეზღუდავ და ძვირი გამოდის. მაგას ვერ გაექცევი. ხო, მაგრამ ნახე ხა რაღაცა ჩარჩოში ხომ უნდა შევიდეს, იმიტომ რომ ხა ქვეყანას ხო გააჩნია. კაი, ხა მაშინ მე დაგისვენებ კითხვას. შენ მოგეწონება მე დრიფტ მასტერზე რო წავიდე? კი. ხო, მე რო წავიდე დრიფტ მასტერზე, ან ნებისმიერი ჩვენი დრიფტზე წავიდეს, აქ რაღაცა პირობა უნდა იყოს. კინგიდან დრიფტ მასტერზე ვერ წახვ. კინგიდან არა, მაგრამ ნახე, როგორ რაღაც არის, რამდენ ადამიანს გვაქვს საქართველოში იმდენი საშუალება, რომ დრიფტ მასტერსისთვის მომზადებული მანქანით და თუნდაც ჩვენი თავით ვიაროთ, ყოველწლიურად ვიაროთ საქართველოს ჩემპიონატი. კაი, მაშინ მეგეთყვი, მე რო დრიფტში მოვედი 4 წლის წინ, 5 წლის წინ, მოვედით 9 ადამიანი ერთად. 9 ადამიანს ყველას ქონდა საშუალება, რომ ძალიან დიდი ფული დაგვეხარჯა. დღეს სად არიან ეგენი? დღეს არ არიან ისინი, იმიტომ რომ შეჯიბრი არ იყო მაგდონის და წავიდნენ. შენ თუ შეჯიბრი ჩაატარებ, კაი დონის შეჯიბრი ჩაატარებ, დარწმუნებული რომ 50 მინიმუმ 50 ადამიანი მოვა, ვისაც საშუალება ექნება, რომ საქართველოს ჩემპიონატის სლიკებზე და ძალიან მაგარი მანქანებით იაროს. აიცი, ვერ გიტყვი. ვერც დაგეთანხმები და ვერც შეგეწინააღმდეგები, რა, მაგას ნახავთ გონი დრო უფრო გვაჩვენებს რა. შეიძლება მართლა მივიდეთ იმ დონემდე, რომ პირიქით აქეთ ჩამოვიდეს სასტავი ევროპიდან და აქ იაროს, რატომ? თავისუფლად ჩვენ შეგვეძლო კაი შეჯიბრი რო ჩაგვეტარებინა. თურქეთიდანაც, სასუნხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთიდან ჩამოგვეყანა დრიფტერები და აქ ისეთი ჰაბი ყოფილიყო, რომ აზიის ჩემპიონატი დაგვერქვა, რაც ყაზახეთმა გააკეთა. და ნუ ჩვენ უკან წავედით, იმიტომ რომ მე გეუბნები 5 წელს წინ რომ მოვედი, რაც იყო, ის უკან, ანუ ჩვენ ვიზდებოდით დრიფტერები და შეჯიბრი უკან მიდიოდა. ანუ ერთ იგივე ხდებოდა ყველაფერი. ანუ ეხლა აქ შანსი რომ წინ წავიდეს წელს. წლევანდელიდან არ ვიცი, მე წინ წავიდეს. ხო, ეხლა ყველაზე რთული სიტუაცია, იმიტომ რომ რაღაცა შავი ლაქა გვაქვს ესე რომ ვთქვა, იმიტომ რომ შარშანდელ ჩემპიონატს თუ გადახედავ საქართველოს ჩემპიონატს, არავის გამოხედვა არ უნდა. მეც ბოლო ეტაპზე არ გავედი, იმიტომ რომ 7 კაცი დავდიოდი და სახში წავამბობდი, რომ შეჯიბრი მქონდა ისეთ ეხავდა და სიმართლე გითხრა საყურებლადაც აღარ მოვდიოდი, ხო იცი? ანუ საყურებლადაც აღარ დავდიოდით ჩვენ საბოლოოდ. ანუ ჩემი სტორებიდან თუ ნახავთ, დომინოს თამაშობდით და ესე ხო. ეგ ნახე მე ლაივიც არ მეყურებია. ანუ აზრი არ ქონდა ყურებას და იმიტომ რა უნდა გენახო. არა, ვერაფერს ვერ ნახავდი, ხო. ხო და ეხა რაღაცა ამოქაჩვის თემა არის და მაგიტო 5 ეტაპი რო ჩატარდება, 4 ეტაპი რუსთავში იქნება, 1 ილოში გასვლის ეტაპი აღარ იქნება, რომ თავარია ეს დრიფტერები დაბრუნდნენ და მე ნუ მარკეტინგულ მხარეზე რამდენად იზრუნებენ და სოციალურ მარკეტინგზე რამდენად გავლენ, ეგ უკვე ფედერაციის საქმეა. ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ყველა დრიფტთან ახალბედოსობა, ყველა დრიფტერს აქვს ბლოგი. ანუ თავისი YouTube-ი აქვს და ყველა თავის თემას ხედავს ესე რომ ვთქვა და ანუ მაგრა გეხმარება PR-ის თემაში. ეხლა წრიულ ბოლაზე ან აღმართით აძლევაზე ერთადერთი იქით რო აიღო დრიფტის გარდა ერთადერთი ვანომძელური, ვისაც თავისი YouTube არხი აქვს, ხო? ანუ სხვა არავინ არ იმას არ აქვს ზოგადად არ. წარმოიდგინე ჰაიპის ვარიანტში, აქ დრიფტში სარიშვილი ყავს, ხეროდინაშვილი ყავს, მე ჩემი მაქვს, მათეც არის, ბატონი დავით ნუცუბიძეც არის. ანუ რამდენი მიდის მუშაობა იმაზე რომ საქართველოს ჩემპიონატზეც გამოვიდეს. ხო და ანუ წარმოიდგინე PR-ის ვარიანტში რამდენი გეხმარება და რამდენი სპონსორი შეგიძლია შემოიყვანო. კი. და არ შემოყავს. ეგ იმიტომ რომ ნუ სახელის გატეხვაც არის ბანთ. ეგეც არის. კაი. ეხა ისეთ კითხვას დაგისვავ. ყოველდღიურობის კითხვას დაგისვავ. ბენზინი, დიზელი თუ დენი? მე ვიცი რომ შენ ყოველდღე ტესლათი დადიხარ. ხო, ტესლათი დავდივარ. მაგრამ კაი, ანუ ისე როგორ დრო რაღაცები არ მოგწევს, მაგრამ დროს უნდა ავყვეთ. ეხლა მე რო პატარა ვიყავი, ჩემი მშობლები და უფროსი მაკაცები მწყავდა ყველა ამოდა კარბურატორის სწრავი, მაგრამ ეს პრისკი არ ვარ გადაგახს, მაგრამ ანუ
ეგეთ როა 2 მილიონი მანქანა დადის საქართველოში და აზრი არ აქვს M5-ით იდგები საცობში თუ Tesla-ით თუ იდგები. რომელთაც უფრო კომფორტულად იდგები იდეაში. აი ხა ჩემთვის როგორ არის მე რო არ მყავდეს ბერიფტკარი და ტრეკზე არ დავდიოდი ხშირად ქალაქში მეყოლობდა რაღაცა ძალიან მაგარი მანქანა და ავეცდებოდი რომ ქალაქში რაღაც ჩემის დამეხარჯა. ხო. მაინც გამორიცხლებისას დახარჯვა უნდა, მაინც სადღაც უნდა დახარჯოს, მაგრამ მაგაში გეთანხმები რომ შენ ადრენალინი მაინც იქით გადაგა. ხო, რახან მე ხა ტრეკზე მაქვს ჩემი რაღაც კუთხე. სახლი უკვე. ხო, სახლი მაქვს. ქალაქში უკნება Tesla TV-ი TV-ი, ისეთი მანქანით ნავიარო, რომელიც არ გამოჩნდება. ეს Tesla რო გამოვიდა 2018-ში გამოვიდა ეს Model X-ი, მაშინ ვიყიდე, 7 წელი გავიდა და არ ფუჭდება Z არცვლი არაფერს არ უკეთებ და რავი დადის ხო პრიუს ეძახი. პრიუსი. ხო ანუ თავის საქმეს აკეთებს და ახალი კანონ პროექტი ნახე. ახალი კანონ პროექტი ვნახე. ხო ახალი კანონ პროექტით მოკლედ 2013 წლამდე რაც იყო შეზღუდვა, ახლა გადმოვიდა 2020 წლამდე დაახლოებით რა 6 წელზე ზემოთ ასაკის მანქანების ჩამოყვანა იკრძალება და შენი აზრით ნორმალური არის თუ არა მარტო ეს მაინტერესებს? ხო, ცოტა ისეთი რთული საკითხია, მაგრამ მე როგორც ვიცი სტატისტიკა, ეხლა რაც ჩამოდიოდა მანქანები 75% იყო 20 წლის ზემოთ, მაინც 25% იყო მაგის ქვემოთ. მაგ კანონ პროექტში რაც ეწერა, რაც შეიტანეს, მან და არ არის რომ 2020-ის ქვემოთ ყველა შეიზღუდება, მან შეიძლება ჰიბრიდები დაუშვან. მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც უნდა ხა M5 CS-ი რო იყო ვერ ჩამოყავს, ხო? ვერც Porsche ვერ ჩამოყავს. ძალიან ცუდი არის. ანუ 2013-მდეც რო იყო შეზღუდვა, ეგაც ძალიან ცუდია ჩემი აზრით. კი. უბრალოდ არის რომ რაღაცა რადიკალური ზომა არის მიღებული იმისთვის, რომ საცობი არ იყოს, მაგრამ ეგ გადაჭრითი. ვერ მოგვარებს ხო? ჩემი აზრი არის საცობების მოგვარებას და ეს მანქანები რო შეუზღუდო ხალხს არის რომ დაზღვევა. რომ დაზღვევა უნდა გაუკეთო და ეგ დაზღვევა ძვირი რო იქნება, ვისაც ნამდვილად ჭირდება მანქანა, ის გადაიხდის მაგას და ის ივლისს. ეგრე წლოვანებით ვერ შეუზღვა. ცუდი ის არის ავტომოყვარულებისთვის მაგ შემთხვევაში ის რომ ეხა შემოვა ჩინური მანქანები ძალიან ცუდია. აი ძალიან ცუდია. და ჩვენი ქალაქი დაემსგავსება პატარა. კი არ შემოვა, რამდენი ჩინური მანქანის ცენტრი გაიხსნა, აქვე იყიდი. პირდაპირ. ხო. ანუ ძალიან ცუდია მე. აი კიდევ ვიტყვი. ანუ ნახე, ხო, აი იმდენად მაწუხებს სისტემა რომ ის აიგრძალა ჩინურ მანქანებზე, ეხლა დღეს ვაფშე ვერ ვფიქრობდი, იმიტომ რომ ელემენტარულად ძალიან მარტივად შეიძლება რომ რაც თქვი, მიიღონ კანონი, სადაც სავალდებულო იქნება დაზღვევა და всё. აი ეგ იქნება რა. ხო, ანუ ნახე, ჩვენ რო დავიბადეთ, ჩვენ რო ბავშვები ვიყავით, მაშინ იყო მაგარი მანქანები. ეს აღარ ვიტყვი. და ეხა ეს თაობა ვინც დაიბადა ჩინურ მანქანებში გაიზრდება, ის ავტომოყვარული ვერ იქნება ფიზიკურად. ანუ ვერ იმას. ანუ კი არ ვეკაჩები ხალხს რომ ავტომოყვარული იყოს, მაგრამ ძალიან ცუდი შეზღუდვა არის. მგონია რომ რაღაცა რადიკალურად ეხა ცვლიან და მე რაღაცა ეტოპობრივად დაალაგდება და აი 2013-ის ქვემოთაც მანქანებს რაღაც გადასახადს გაზდიან და შემოყვანა შეგეძლება და უბრალოდ ეხა რაღაცა პერიოდი გააკეთებენ. ეხა ეს კანონი უჭველი შემოვა, ახლა პარლამენტში იტანეს და 1 აპრილიდან შემოდის. 1 აპრილიდან შეიძლება არ შემოვიდეს 1 აპრილი ცოტა ისე. ანუ იდო ამაზე დაჟე ინფორმაციაც დაიდო უკვე. არა შემოვა, მაგრამ ძალიან ცუდია ხა რა ვიცი, არავის არ გაუხარდება ეგ. ხო. კაი, მაშინ ახლა ბოლო კითხვას მიპასუხე. ეს ამ კითხოს ყველას ნომერს ვსვათ, BMW თუ Mercedes? BMW. აი, რა თქმა უნდა, ვიგებთ ხო? ანუ აი რა ვიცი. ხო, არა, ნახე, მე ორი ბრენდი არის, რასაც ვაღიარებ, Ferrari-ს რაღაცებს არ ვამბობ. ორი ხარისხიანი ბრენდი არის BMW და Mercedes. და მანდ უკვე არჩევანი გაქვს, მაგრამ ჩვენთან ხო იყო ეგეთი მიდგომა, რომ ახალგაზრდებს BMW, ვისაც გასაუბრება ევასება და მაგრამ ეს მარტო ჩვენთან არის, გერმანიაში არის, შვეიცარიაში არის, ყველგან ეგ მიდგომაა და BMW რაღაცა იმ ემოციას გაძლევს, რაც თინეიჯერს უკმაყოფილებს და ბავშვობიდან ეჩვევი და მოგწონს და Mercedes-ი აი ერთს აი ნახე ავტომოყვარულებს უფრო BMW რატომ მოწონთ? ავტოსფეროში აი წრიულს ვინც დადის, დრიფტს, აღმართაზრდას, რამდენი იცი Mercedes მოყვარული? ერთი მითხარი. საქართველოში? საქართველოში. ნუკრისალი დრიფტს დადის და ეგ ვიცი Mercedes-ი მარტო. ნუკრისალი არის Mercedes-ის მასკუჩას ზეგავლენის ქვეშ, ხო. არა. მეტი მართლა როცა BMW არის, ყველგან BMW არის. სადაც გინდა აიღე. BMW-ს მოყვარულები არიან ძირითადად. BMW ტრეკსაც დადის, დრიფტსაც დადის, რა წრიულსაც დადის, ყველაფერს დადის რა. ხო, მაგრამ Mercedes არ ვაკენილა ვერს დააკეთე, რომ ძალიან მაგარია, ხარისხის Mercedes-თან BMW-სთან ახლოს არც ერთი ბრენდი არ არის. ხო, მაგაში გეთახმებით. Porsche-ც კი.
ნუ ახლა 911-ს არ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან სხვაგან არის. მასშტაბით ვერ არის, ხო, იმიტომ რომ BMW და Mercedes უფრო დიდი ანუ ყოველდღიური მეებზე აქვს მასშტაბი. აი Porsche ჩემთვის მაინც ტრეკის მანქანაზე ასოცირდება რა. Porsche ჩვენთვის 911 არის, სხვა. ხო, 911 და არა, ხო. ხო, არ არის. არა, ხო. გადარჩენისთვის გააკეთეს გავიგე. და ბევრს მოწონს სხვათა შორის, მაგრამ კაი, ეხლა შედავსვი კითხვა მაყურებელს, რომ მოიგოს საწვავი. სანამ დავიწყებდით ინტერვიუს, მითხეს რომ ამ ისეთ კითხვა დასვიო, ChatGPT-ს არ ქონდესო, ხო? ChatGPT-ს პასუხი არ ქონდესო და. მაშინ ჩემზე დავსო. კი. რის ნაკრებში ვიყავი ბავშვობაში. ნაკრებში? რა შენ ვიდეოში სადმე გაგაშღერებული? პოდკასტში მაგათ თქვა. და იმაშიც იყო, რა ქვია, ცინცასთან პოდკასტში? ცინცასთან პოდკასტში იყო. აუ, ვიღაცა მე ხამ კითხვის გამო ცინცას 3 საათიანი პოდკასტი მაგ იმას თუ უყურა. ხო და რაღაცა კვიზებიც. ვა, ოკეი, კაი, ძალიან დიდი მადლობა. დრო რო დაგვთვე. წარმატებებს გისურვებ. საქართველოს ჩემპიონატზე იმედი მაქვს, ვისიც საქართველოს ჩემპიონატი იქნება, შე რო თქვი, რომ აი თუ ბოია იწია ვიუმეფო. ყველამ უნდა რაღაცა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მაგაში, რომ ეგრე იყოს. კი, და მაგის იმედი მაქვს. თქვენ კი გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ნუ ირაკლის არხიც რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ ირაკლის არხი ძალიან დიდია და ალბათ ვინც ვიყურებთ, ყველას გაქვთ ირაკლის არხი გამოწერილი. დაწერეთ კომენტარი და მოიგეთ 50 ლიტრის საწვავი. დროებით.